მსოფლიო ბანკის ორგანიზებით და მხარდაჭერით დღეს მადრიდში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური წყლის სამინძე. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად გავმართეთ სამუშაო შეხვედრები წყალმომარაგების სექტორში მსოფლიო ბაზარზე არსებულ მოწინავე კომპანიებთან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობისთვის, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის წყლის სექტორი საქართველოში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გვაქვს უახლოეს წლებში დაგეგმილი ძალიან საკმაოდ ამბიციური პროექტები და გეგმები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ამ პროექტების ეფექტურად წარმატებით განხორციელებისთვის მსგავსი კომპანიების გამოცდილებების მიღება და ჩვენი ქვეყნის საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად დავნერგავთ ყველა იმ მიღწევას, ეს იქნება მენეჯმენტის მართვის თუ ტექნოლოგიური მიღწევების კუთხით. წყალმომარაგების გლობალურ სამიტზე შევხვდით 10-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვადასხვა მიმართულებით ვისაუბრეთ ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოითქვა ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, დაფინანსების კუთხით, ასევე იყო გარკვეული კითხვები პარტნიორობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი კომპანიისთვის ასეთი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის და ასევე აღნიშნავ, რომ ჩვენ გეგმებსაც ეთყობა, რომ აქვს რეალიზების საშუალება. საკმაოდ დიდი ინტერესია, ასევე მოვიწვიეთ რამდენიმე ორგანიზაცია საქართველოში და ვნახოთ, როგორ განვითარდება შემდეგი ეტაპები ჩვენი ურთიერთობის.